მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავითი და დღეს ჩვენ ვიღებთ ისე ვიდეოს, სადაც დღეს რა იქნება, როგორც ხედავთ ვარ სხვა აკაუნტით 27000-იანი აკაუნტით და რატომ ახლა მოგიყვებით. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემი აკაუნტი სადაც ვიყავი 40000-ზე, მაგ აკაუნტს დავანებე თავი. დავანებე თავი, რადგან ვერ ვიტყვი თუ რატო დავანებე თავი და ასევე დავიწყებ აი ამ აკაუნტის, ანუ ეს გახდა უკვე ჩემთვის მთავარი აკაუნტი. იქ 40000-ზე, მორჩა უკვე, იქ აღარ ვიარსებებ აწი, შეიძლება ხანდახან შევიდე ხოლმე ისე და ვაპირებ, რომ ამ აკაუნტზე ძალიან მოვიხოდო, სწრაფად ავქაჩო თასები, ასევე 1000-ზე ბრაულერები ავქაჩო და რაც შეეხება იქ ვინც იყავის კლუბში. იქ იმ კლუბიდან გამოდით, სადაც ჩემი მთავარი აკაუნტი იყო, იმ კლუბიდან გამოდით და შემოდით აი ამ კლუბში, ეს ახლა შევქმნი და იმედია შემოხვალთ. კლუბს ქვია გეორგია ქვედატირე კლუბს და იმედია შემოხვალთ. აბა თქვენიც აქ ხა რატომ მაწერია სხვა სახელი, რატომ მაწერია გაბო ქვედატირე ბოის, რადგან ეს აკაუნტი 20000-ზე ვიყავი ამ აკაუნტზე და ვაჩუქე ჩემს ბიძაშვილს. შემდეგ ითამაშა, მე თავი დაანება და ეხლა როგორც კი უთხარი თუ მომცემეთქი ისევ დამიბრუნებ მეთქი და კიო და დავიბრუნე ეს აკაუნტი. ეხლა 35 ჯემი მაქვს და აქ სახელი შეცვლას უნდა 90 ჯემი. როგორც კი 90 ჯემს ავაგროვებ, ეგრევე შევეცვლი სახელს და დავბრუნდები ამ აკაუნტით. იმედი აქ ეხლა შემოხვალთ ამ კლუბში 15000-ზევით ვინც ხართ, ყველა შეგიძლიათ რომ შემოხვიდეთ და აქ დავიწყებ ჩვეულებრივად. აქ ეხლა იქ ყველა ბრაულერი მყავდა, ძალიან მოვიხოდე, მაგრამ აქ 77 ბრაულერი მყავს და როგორმე ყველაფერი იქნება რა და ავქაჩო. ასევე უეჭველი ვიჩალიჩებ ბრაულ პასზე, უეჭველი ვიჩალიჩებ რამეს. და რავი, ნელა მოვიხოდებით და ამ როგორც კი სახელს შევეცვლი, მე მეჩამორტის ვიყიდი, მაგრამ სამნე მეჩამორტის ვიყიდი, მაგამდე ვფიქრობ, რომ მორტისზე მაქვს ერთი კარგი სკინი და კომენტარებში დამიწერეთ თუ რა ვქნა, ვიყიდო სამივე მეჩამორტის თუ აი ეს ჰოკეი მორტისი დავიტოვო. როგორ ვფიქრობ, ძალიან კარგი სკინია, მართლა იშვიათია და ასევე ვინც კლუბში შემოხვალ, დამიწერეთ კომენტარებში. და რავი, იმედია მოვიხოდებით რა, თავიდან არხი გამოიწერეთ უეჭველი და ვიდეო დაალაიქეთ. მეტი რავი, რა ვთქვა, ესეც ცოტა ხნიანი ვიდეოა, მაგრამ არ აუშავს, რადგან ნელ-ნელა რაღაც სიახლეები წამოვა და მეც გადავიღებ მაგაზე ვიდეოებს. აქ 30000-მდე სულ რაღაც 3000 მაკლია და როგორმე იქაც ავალ როგორცაც შევძლებ მალი. აქ იმდენი ხანი აქ უკვე არ შემოსულ ვართ, ეს გვაქვს უკვე და ბოლო ლეგენდარსაც გავხსნით რა თქმა უნდა, აქ დიდი არაფერია და იმ აკაუნტის განხილვა არ დამიდია და რა ვიცი, რა ვქნა. დავდო იმ აკაუნტზე განახლება, განახლება კი არა, განხილვა, დავდო იმ აკაუნტზე განხილვა, თუ როგორი აკაუნტი მქონდა, მაგრამ იქ უკვე აზრი არ აქვს, რადგან თუ გინდათ ამ აკაუნტს განვიხილავ თავიდან ბოლომდე. თუ გინდათ, რა თქმა უნდა, კომენტარებში დამიწერეთ. და როგორც კი ავალ 30000-ზე, ეგრევე თუ გინდათ დავდებ განხილვას. თუ რა არის აი ამ აკაუნტზე რა. თან ეხა დიდი არაფერია 13000 სხვაობა, მაგრამ არ აუშავს, რაღაცა იქნება. აქ ეხლა დავდებ ვიდეოს PES-ზე, იმიტომ რომ ძალიან მოვიხოდე PES-ში და ასევე დავდებ ვიდეოს PUBG-ზეც. PUBG-ზეც განხილვა მითხარი დავდო თუ არა რა, თუ განვიხილო და რავი, მეტი რა იქნება აქეთ დაალაიქებთ ვიდეოს და ნელა წავალ ხა ეს დაგემშვიდობებით და 1000-ზე როგორ ავიყვან ბრაულერებს. აი ამ ადამიანის მეშვეობით, რადგან ეს ადამიანი არის, ანუ რავი, ჩემთვის ერთ-ერთი ტოპი მოთამაშეა და
ამ ადამიანთან ერთად ვითამაშებ. ასევე ამ ადამიანს აქვს როგორც ხედავთ ძალიან ბევრი 1000-ზე დადებული ბრაულერი და რავი რა ძალიან ხოძია ეს ტიპიც და კაროჩე ამასთან ერთად დავდებ ვიდეოებს. ახლა დაგემშვიდობებით მე და მომავალ ვიდეომდე. აბა ჰეთ და ვიდეო დალაიქეთ.